მოგესალმებით. წელს პირველად ხვდებით ერთმანეთს, ბედნიერი 2026 წელი მინდა გისურვოთ თქვენ და სრულიად საქართველოს. ჩვენ კი ერთმანეთს ტრადიციულად ხვდებით ყოველ კვირას საღამოს BMG-ზე, თქვენს კითხვებს და სურვილებს კი გვწერთ სოციალურ ქსელში. მას ასე ეთერშია მეცკრიპტომი, ჩვენ კი მისი წამყვანები ლევან ალავეძე და ნინი ჯალაბაძე ვართ. ახალ წელს გილოცავთ და რაც ყველაზე მთავარია, ჯანმრთელობას გისურვებთ, გვიყურეთ და ჩვენ მოგიყვებით ყველაზე მნიშვნელოვანი სამედიცინო სიახლეების შესახებ. დაავადებას, რომელზეც დღეს ვისაუბრებთ, საკმაოდ დიდი ისტორია აქვს. საფრანგეთში მას არისტოკრატების დაავადებას უწოდებდნენ. ინკები კი ამ სიმპტომებს ღვთიურ წარმომავლობას მიაწერდნენ. ისტორიული წყაროების მიხედვით, თვით ალექსანდრე მაკედონელიც კი ამ დაავადებით იტანჯებოდა. არა მხოლოდ სოფლიოში 1 მილიარდამდე ადამიანს აწუხებს შაკიკი. შრომის უნარობაში გატარებული წლების მიხედვით შაკიკი მესამე ადგილზეა ხერხემლის ტკივილის და დეპრესიის შემდეგ. რამდენად მნიშვნელოვანია შაკიკის დროულად დიაგნოსტიკა, მაპროვოცირებელი მიზეზების დადგენა და როგორ შეიძლება ამ დაავადების მართვა. ამ კითხვებზე ამომწურავად დღევანდელ გადაცემაში ნევროლოგი მარინა ჯანელიძე გეპასუხებთ. ძალიან საინტერესო ინტერვიუს შემოგთავაზებთ აუტოიმუნურ დაავადება მიასთენია გრავისზე, ძალიან ვერაგ დაავადებაზე, რომლის ეფექტურ სამკურნალო საშუალებებზე მეცნიერები გამალებით მუშაობენ. ერთ-ერთ ინოვაციურ მკურნალობის მეთოდზე, რომლის დამაგვირგვინებელი მესამე სტადიის კვლევაში საქართველოსაც ჩართული, მასაჩუსეტსის უნივერსიტეტის პროფესორი შიტალ პატელი მოგიყვებათ. გადაცემას გულის უკმარისობაზე საუბრით გავაგრძელებთ. ჩვენს კითხვებს კარდიოლოგი, საქართველოს გულის უკმარისობის ასოციაციის პრეზიდენტი ბატონი ზვიად ყიფიანი უპასუხებს. დღეს ჩვენს 4 მეგობრებზეც უნდა ვისაუბროთ ცხოველების ერთგულებასა და თავდადებაზე უამრავი ამბავი გაგვიგია, თუმცა დღეს მათ კონკრეტული სამედიცინო დანიშნულებით იყენებენ. რა როლი აქვთ მათ გადაცემის დასასრულისკენ შეიტყობთ. ჩვენი პირველი სიახლე შეეხება ახალ გენურ თერაპიას სპინალური კუნთოვანი ატროფიის წინააღმდეგ. 24 ნოემბერს ამერიკაში საკვების და წამლის მარეგულირებელმა სააგენტომ ამ დაავადების სამკურნალოდ კომპანია Novartis-ის ახალი მედიკამენტი დაამტკიცა. ის ერთჯერადად შეყავთ რუგის ტვინის გარშემო არსებულ სივრცეში და საკმაოდ სწრაფი ეფექტი აქვს. მკვლევარების თქმით, მესამე ფაზის კლინიკურმა კვლევებმა აჩვენა, რომ ის საგრძნობლად აუმჯობესებს მოტორულ ფუნქციას ამ დაავადების მქონე ბავშვებში და ასევე იმედის მომცემია, რომ მოუტანს შვებას ბევრ ოჯახს. შეგახსენებთ, რომ სპინალური კუნთოვანი ატროფია არის იშვიათი გენეტიკური დაავადება, რომელიც იწყება ადრეული ასაკიდან და მოიცავს პროგრესირებად კუნთოვან სისუსტეს, რაც დროთა განმავლობაში შეეხება ყველაზე მნიშვნელოვან კუნთებს, როგორიც არის ყლაპვის და სუნთქვის კუნთები. ამიტომაც აუცილებელია ეს დაავადება ადრეულ ეტაპზევე განიკურნოს. ფსიქიატრიული დაავადებები შესაძლოა 5 ძირითად გენეტიკურ ჯგუფად დაიყოს. ახალი კვლევა, რომელიც ჟურნალ Nature-ში გამოქვეყნდა, იუწყება, რომ 14 ყველაზე ხშირი ფსიქიატრიული დაავადება 5 ძირითად გენეტიკურ ჯგუფს მიეკუთვნება. მაგალითად, ერთი ჯგუფია შიზოფრენია და ბიპოლარული აშლილობა. ასევე კავშირი დადგინდა დეპრესიას, შფოთით აშლილობასა და პოსტტრაუმულ სტრესულ აშლილობას შორის. შემდგომ ჯგუფში ობსესიურ შფოთითი აშლილობა და ანორექსია შეიყვანეს, ნახეს ძლიერი კავშირი აუტიზმსა, ADHD-ს შორის და მეხუთე ჯგუფში კი სხვადასხვა ტიპის დამოკიდებულებებზე იყო საუბარი, ნარკოტიკზე, ალკოჰოლზე, ნიკოტინსა და ოპიოიდებზე დამოკიდებულებას შორის. როგორც კვლევის ავტორი, ექიმი გროციგერი ამბობს, ფსიქიატრიული დაავადებების ინდივიდუალურად განხილვა არის იგივე, რაც სურდოს, ხველის და ყელდის კბილის სამ სხვადასხვა დაავადებად აღქმება და არა ერთი დაავადების უბრალოდ სიმპტომატიკად. აუცილებელია, რომ ეს დამოკიდებულება, რა თქმა უნდა, შეიცვალოს. კვლევა ძალიან საინტერესოა, თუმცა ალბათ საკამათოც. ჟურნალ Lancet-ის სტატისტიკით მსოფლიოს მოსახლეობის 14%-ს აწუხებს შაკიკი. ქალებში ის 70%-ით უფრო ხშირად გვხვდება. ძირითადად გარდატეხის ასაკში იწყება და გრძელდება მენოპაუზამდე. ბევრი ახალი მედიკამენტის მიუხედავად შაკიკი ქრონიკულ დაავადებად რჩება, რომლის მართვაც შესაძლებელია, თუმცა მასთან გამკლავება ბევრი პაციენტისთვის მაინც დიდ გამოწვევად რჩება. ახლახანს 2025 წლის 30 აპრილს ამერიკის სურსათისა და მედიკამენტების უნებლობის სააგენტოს მიერ დამტკიცდა ინოვაციური მედიკამენტი, რომელიც ცხვირში შესხურებით ამცირებს შაკიკის სიმპტომებს. უფრო დეტალურად რომ ვისაუბროთ ამ დაავადების დიაგნოსტიკის, მკურნალობის და მასთან ერთად ცხოვრების სირთულეებზე, დღეს გავესაუბრებით სიმონ ხეჩნაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკის კლინიკური ნევროლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელს, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორ, ნევროლოგ მარინა ჯანელიძეს. გაბატონო მარინა, მოგესალმებით. ჩვენი სტუმარი ხართ. მადლობა მოგზაურობისთვის. გადაცემის დასაწყისში ვსაუბრობდით, რომ თავისკიურის ბევრი მიზეზი არსებობს და როგორ შეიძლება რომ ამოვიცნოთ და როგორ შეიძლება მოვიქცეთ ასეთ დროს. მოგესალმებით, ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია, რამე თუ თავის ტკივილი არის ძირითადი მიზეზი, რის გამოც ადამიანი მიმართავს ექიმს, ძალიან ხშირი მიზეზია. ეხლა თავის ტკივილი შეიძლება იყოს პირველადი
როდესაც ის არის თავარი პრობლემა. და აი ესეთი პირველადი თავის ტკივილის სამი ტიპი გვაქვს. ძირითადად ახლა მეწვრილვანებზე არ ვიტყვი. თავარი არის შაკიკი, მეორე არის კლასტერული თავის ტკივილი და მესამე არის ჩვეულებრივი დაძაბულობის თავის ტკივილი, რაც ყველას გვახასიათებს. აი ჩვეულებრივად რო აქტივდება თავი და მე რო გაგუილის და მე ხანდახან კიდე აქტივდება. ეს არის დაძაბულობის თავის ტკივილი და მე მგონი დედამიწაზე ადამიანი არ არსებობს, რომ ამის გარეშე იცხოვროს. ერთხელ მაინც აქტივდება თავი, მაგრამ არსებობს პირველადი თავის ტკივილის ორი განსაკუთრებული ტიპი, სხვებზე კიდევ ამბობ, ბევრია, მაგრამ ის არის ძალიან იშვიათი ტიპები, რომლებიც ყველა მეტნაკლებად უნდა ხდებოდეს, რომ ამაზეა საუბარი. ეს არის პირველი, როგორც თქვენ ახსენეთ, შაკიკი, რომელიც უფრო ხშირია ქალებში და რომელიც საკმაოდ უმეტეს შემთხვევაში ტიპიურად ვლინდება. და მეორე, რომელიც უფრო ხშირია მამაკაცებში, ბევრად უფრო იშვიათი, ეს ეწოდებული კლასტერული თავის ტკივილი. ეხლა შაკიკის იცით ამოცნობა სიმპტომების მიხედვით არის აუცილებელი. არავით არის თქვათ ტიპიური დამახასიათებელი გამოკვლევის მონაცემები ან გასინჯვის ნიშნები. რეალურად მას არ აქვს. უბრალოდ ექიმს უნდა ჰქონდეს ცოდნა და მოთმინება, რომ პაციენტი დაკითხოს. აი დაკითხოს დეტალურად, როგორ ტკივად თავი, რამდენი ხანი გრძელდება თქვენი შეტევა. ახლავს თუ არა მას თანხლები ნიშნები. მაგალითად, როგორი ნიშნები? ეს შეიძლება იყოს, თქვათ, ერთხარეს, თქვათ, ფეთქვა, თითქოს ფეთქავს თავი. საშინელი ტკივილი, ტკივილის ხასიათი და აი ტიპ როგორ ტკივა, თავი დიდი მნიშვნელობა აქვს. აი ასეთ დროს ადამიანების უმეტესობას უნდათ რომ სიჩუმე იყოს ირგვლივ, სიწყნარე იყოს, სიბნელე იყოს, დაწვენ, აი მიწვენ, აი სადღაც მიყუჩდნენ და აი ამ სიტუაციაში ხშირად დაძინება შველის სხვათა შორის და ჩაწყნარდება ეს თავის ტკივილი. ეხლა რაც შეეხება აი დეტალებს თუ გამოვკითხავთ, იცით, ჩვენ ხშირად გეზარება, ჩვენ მეგულისხმობ ექიმებს, ჩქარა, აბა როგორ ტკივა თავი, რამდენი ხანი და დამთავრდება. აი თუ გულდასმით გამოვკითხავთ, იმიტომ რომ არავით არის გამოკვლევით. ჩვენ თავის ადამიანს შაკიკი აქვს თუ არა, არ ვერ ვადგენთ. ჩვენ უბრალოდ ვადგენთ რას, რომ ხანდახან შაკიკი შეიძლება იყოს ძალიან იშვიათად, აი ძალიან იშვიათად, უფრო სერიოზული დაავადების სიმპტომი. და ეს რომ არ გამოგრჩეს, ის იშვიათია, მაგრამ სამედიცინაში ერთი პაციენტის არასწორი დიაგნოსტიკა, ნუ ბევრად მნიშვნელოვანი და მტკივნეული ექიმისთვის, ვიდრე უამრავი სწორად შეიძლება თანხლები იყოს შაკიკი რა ვიცი. აი თქვათ ახლა ეს ძალიან იშვიათად შეიძლება იყოს ანევრიზმული თავის ტკივილის, ანევრიზმის ასე თქვათ სიმპტომი. თვითონ ანევრიზმის გასკდომის კი არა, აი სიმპტომი, ნუ გარკვეული ლოკალიზაციის თქვათ ანევრიზმებისთვის შეიძლება, მაგრამ კიდევ ვიმეორებ, ეს ძალიან იშვიათია. მაგრამ იმიტომ რომ თავი დაისხნენ ექიმებმა და სწორია დღევანდელი ტექნოლოგიების განვითარებაში, როცა პაციენტმა ხანდახან ექიმზე მეტი იცის, თქვათ, რომ აი ესე თქვათ, რა შეიძლება მიზეზი იყოს, ერთხელ ცხოვრებაში ერთხელ შაკიკის მქონე პაციენტს უნდა გაუკეთდეს ეგრეთ წოდებული ნეიროვიზუალიზაცია, ანუ ტომოგრაფიული კვლევა. ცხოვრებაში ერთხელ. ამისი გაუთხებლი გამეორება არ არის საჭირო, თუ ტიპიურად ყובה შეტევებს ერთხელ გაკეთებული დამერწმუნეთ, სავსებით საკმარისია, რომ ჩვენ აი ის იშვიათი, მაგრამ მაინც შესაძლო მიზეზები გამოვიწყოთ და დანარჩენი არის აი ტკივილი, არის უმეტეს შემთხვევაში ნახევარი. თუ პაციენტი ამბობს, რომ ხან ერთი მხარე მტკივა და ხან მეორე, აი ეს ლატერალიზაცია მარცხენა, ეს უფრო სიმშვიდის საშუალებას გვაძლევს, რომ ის როდესაც არის რაღაცა მიზეზი, რომელიც მე ვახსენე, ის უმეტეს შემთხვევაში ცალმხრივია, სადაც მიზეზი არსებობს იქა. და თუ ხან აქეთ ტკივა, ხან იქეთ ტკივა, ტიპიურად ყვებით, რომ გულისრევა მაქვს, ხანდახან ღებინება და ღებინება ხშირად ხსნის და ამცირებს თავის ტკივილს და დაწოლა და აი სიჩუმე, სიწყდარე აუცილებელია ეს ну, თუ გამოვკითხავთ არ დაგეზარება, ეს გამიგანიშნებს, რომ ადამიანს აქვს შაკიკი. ხა, რაც შეეხება მაპროვოცირებელს. მაპროვოცირებელი ხშირად არის, თქვათ, აი უძილობა, გადაღლა. ხშირად არის გარკვეული საკვების მიღება. ფრანგული ყველები რა, ხო იცით? დაობებული ყველით. აი იქ არის ნივთიერება, რომელიც იწვევს პროვოცირებას შაკიკის. ხა ჩვენ ამ ტიპის არის რაიმე კონკრეტული ნივთიერება იქ რომელიც ხო. ეხლა თქვათ ზოგს თქვათ უძილობა აძლევს შეტევას აუცილებლად. კიდე არის სხვადასხვა ძალიან საინტერესო ტიპი, რომ ადამიანები, რომლებიც აი დღე და ღამე მუშაობენ, ხო, ნუ მუშაობენ. დღეს თქვენ ყველასე მუშაობთ.
აი დასვენების დღე შეიძლება თავი ატკივდეთ შაკიკის შეტევას. ეს არის აი დასვენების დროს აღმოცენებული შაკიკის შეტევა. სხვა რომელიმე საკვები ყოველდღიური გამოყენების ხომ არის? ასე არა. აი თქვათ იციან რომ ხო, უკაცრავად აი დამავის და მამაკაცებში ხშირად არის ერთი ჭიქა შავი ღვინო, ერთ ჭიქაზე ლაპარაკი. ამიტომ ყოველთვის ვეკითხებით, აი ხომ არ არის ასოცირებული ბუკვალურად ერთი ჭიქა, აქ არის ლაპარაკი არ არის გადათრობა. ერთი ჭიქათან უფრო ხშირად შავი ღვინო და საშინელი თავის ტკივილი. ამიტომ აი თუ ასეთ რაღაცებს გამოვკითხავთ, უმეტეს შემთხვევაში იცით, აი შესაძლებელია გავერკვეთ არის თუ არა შაკიკი. ხა, რაც შეეხება შაკიკის მკურნალობას, აი ეს ერთ-ერთი ისეთი აქტუალური საკითხია. შაკიკის მკურნალობას აქვს ორი პრინციპული მიდგომა. თუ მე წელიწადში სამჯერ მტკივა თავი, სამჯერ. ნუ იმ სამჯერ ტკივილს გადავიტან მეთანხმებით და თქვათ დავლევ პრეპარატს, რომელიც თავის ტკივილის დაწყებისთანავე უნდა მივიღო, რომ მომეხსნას თავის ტკივილი. და თუ მე თვეში სამჯერ 4-ჯერ მტკივა თავი, თვეში სამჯერ 4-ჯერ. ჯობია მივიწყო ეგრეთ პრევენციული თერაპია, ანუ თერაპია, რომელიც ამაშორებს აი ამ საშინელი შეტევის აქ რაღაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დაწყებისთანავე უნდა მიიღონ მედიკამენტი. როგორც კი სიმპტომები გამოჩნდება მაშინ, ხო? როდესაც მე მეწყება თავის ტკივილი, აი როდესაც ის უკვე ადის კრეშჩენდო და პიკზე, აქ აზრი არ აქვს არაფერს. რეალურად. აი რომ იწყება და თუ ადამიანი პაციენტები ექიმებს კარგად მართავენ თავის და აი ეს ის თავის ტკივილია. მაშინვე უნდა დავლიო. ტკივილის ხანგრძლივობას აქვს დიდი მნიშვნელობა. შაკიკის შეტევა მოზრდილებში ბავშვებში შეიძლება 2 საათზე მეტი, 3 საათზე მეტი უნდა იყოს. მე თუ 9 საათში გამიარა ტკივილმა ის შაკიკი არავითარ შემთხვევაში არა. კიდე დამავიწყდა ერთი ძალიან მნიშვნელოვანი წინსწრები ფაქტორი, რომელიც ზოგს აქვს, ზოგს არ აქვს. ეგრეთ წოდებული აურა. შაკიკი ან აურით ამაქვს, ან აურის გან. აურა რა არის? აურა არის წინსწრები ნიშნები, როცა ადამიანმა იცის, ამას მოყვება ტკივილი. აი, ყველაზე ხშირად არის თვალში ჭყვიალი. თითქოს რაღაცა აბჭყვიალდა თვალში. ან თითქოს რაღაცა ზიგზაგივით ზოლები დაიწყო თვალში გამოჩნდა. სუნით შეიძლება რაღაც იგრძნობა. ზოგს აქვს სუნი, ზოგს ახლა იშვიათად ძალიან თქვათ მეტყველების გაძნელება. ეს ეგრეთ წოდებული შაკიკის აურის სიმპტომებია, რომელსაც დაახლოებით, მაქსიმუმ 1 საათში უკვე მოყვება ტკივილი. ეს წინასწარი ნიშნები, ხო? წინასწარი ნიშნები. აი ამ წინასწარი ნიშნებით ადამიანი თუ იცის რომ ეს მას აქვს, ყველას არ აქვს. მაშინ შეიძლება ამ დროს უდალებ პრეპარატს გადარჩეთ იმ შეტევას. აი პირდაპირ სიტყვით მნიშვნელობით გადარჩეთ, იმიტომ ის ახლა ყველას ესეთი არ აქვს, მაგრამ თუ ეს შაკიკია, რამდენიმე შეტევა მაინც უნდა იყოს აუტანელი და აი გაუსაძლისი, როცა ეს სიმშვიდე ადამიანს გარკვეულ შვებას გვრის. ეხლა ხშირად რა არის? ეხლა ეს ძალიან სხვადასხვაგვარი ხშირია. ადამიანს აქვს აი ეს შაკიკიც და აქვს ეგრეთ წოდებული ჩვეულებრივი დაძაბულობის თავის ტკივილი. ასე ქვია პირდაპირ tension, ანუ დაძაბულობის თავის ტკივილი. და ხან ერთი აქვს, ხან მეორე, ხო? და საერთოდ ამ დროს უკვე იწყებენ მკურნალობას. და არის ხოლმე რომ ძალიან ბევრ ტკივილ დამაყუჩებელს სვამენ. და აი ამ ბევრ ტკივილ დამაყუჩებელის დალევის შედეგად ვითარდება წამლებით გამოწვეული თავის ტკივილი. თვითონ მედიკამენტით გამოწვეული თავის ტკივილი, ტკივილ დამაყუჩებელს ლაპარაკი. და აი ამას თუ ჩვენ ხშირად ვსვამთ, მე უკვე ვეღარც იმას ვხვდებით, რომ ეს შაკიკია თუ დაძაბულობის არის, ამას ემატება ჭარბი მიღებით გამოწვეული თავის ტკივილი და პაციენტს პრაქტიკულად სულ თავი ტკივა. აი ამ ჭარბი მედიკამენტის მიღებით თავის ტკივილზე რა სიხშირეზე აქვს საუბარი და ასევე როგორც ვიცი უნდა მედიკამენტი მოიხსნას და ინახოს თუ რამე აუცილებლად ეს არის ყველაზე რთული რასაც პაციენტებთან ამაზე საუბარი ძალიან რთულია იმიტომ ის პაციენტები ფაქტურად ამ ტკივილის გამო უნარშეზღუდულები არიან ეხლა შენ რო აუხსნე ვიცით რა თქვენ წამლები არაფერი არ უნდა დალიოთ და აუცილებლად პირველი აკითხვა ძალიან ცუდად იქნება. არსებობს რომ მისი მაგერა უნდა მიიღოს, ეს არის ძირითადად ანტიდეპრესანტები, აქ დეპრესია არაფერ შუაში არ არის, უბრალოდ ანტიდეპრესანტები თავის ტკივილის აღმოცენების ცენტრალურ მექანიზმებზე მოქმედებენ და ეს უნდა აუხსნათ. ამიტომ მედიცინაში ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს პაციენტთან ურთიერთობას და მასთან საუბარს, რაც სამწუხაროდ დღეს ამას დრო არ აქვს. აი როცა აუხსნით, ისეთ ცუდად გახდებით აუცილებლად, უარესად გეტკინებათ. სამაგეროდ 10 დღის მერე, აი ამას რო გადაიტან და დალევ თქვა რაღაცას. მერე შვებით ამოისურვებთ. ერთ-ერთი პრობლემა, რომელსაც სმენი არის მენსტრუაციასთან დაკავშირებული შაკიკი, რომელზეც ხშირად არ საუბრობენ და აი ამაზე რას გეტყვით? ეს არის საერთოდ შაკიკი არის ჰორმონულ ბალანსთან დაკავშირებული დაავადება. გარკვეული დაავადებები ქალებში უფრო ხშირია.
ის ერთ-ერთი როგორც გითხარი ჩაკიკი, აი თქვა რევმატიზმის ქალებში უფრო ხშირია, იმიტომ გარკვეულ ჰორმონალურ სხვადასხვა ბალანსი გვაქვს ქალებს და კაცებს გორმონალურ. ეს არსებობს და ეს არის მენსტრუალური შაკიკი, პირდაპირ ასეთი შაკიკია და ამ შემთხვევაში მე თუ ვიცი რომ ეს ასეა, უნდა თქვა მენსტრუა ზოგს აქვს, ესე იგი პრემენსტრუალური. ანუ ზოგს მენსტრუალური, ზოგს შეიძლება იყოს პოსტმენსტრუალური. აი იმ დღეებში შეიძლება გარკვეული, ну, რამდენი დღეა ხეს ტკივილი დამაყუჩებელი პრევენციული თერაპია აქ არ შველის, იმიტომ პრევენცია მაინც უფრო ხანგრძლივია. იმ დღეებში მივიღოთ აკლაპარაკე რამდენიმე დღეზე, თუ დავკონკრეტდებით პაციენტთან ერთად რა პერიოდში აქვს უფრო დასაწყისში, თვითონ მენსტრუაციის პერიოდში თუ ბოლოში, ამას შეიძლება ადვილად იმართოს და იმ პერიოდში მიიღოს პაციენტმა ტკივილი დამაყუჩებელი და ნუ ამოისუნთქებს ნამდვილად. თქვენი სტიგმაც თამაშობს თქვა როლს, იმიტომ რომ არ უყურებენ ისეთივე სერიოზულობით მენსტრუაციულ თავისწყლოს, როგორც არა, ეს ძალიან ტიპიურია, საკმაოდ ხშირია ქალბატონებში და როგორც წესი ასეთი თავისწყებელი ასაკთან ერთად, ну, როდესაც მენსტრუალური ციკლი იკლებს. თუმცა არის ასაკში აღმოცენებული შაკიკიც არსებობს. ახლა ადრე იყო რომ ეს აბსოლუტურად გამორიცხული იყო. ეხლა უკვე საკმაოდ ხშირად არ არის, მაგრამ დაჩნდა, როდესაც შაკიკი არის ასაკში ვითარდება. აქ ყოველთვის მაინც უნდა ვიყოთ ფრთხილად, ხომ არ არის ეს სიმპტომი. ბავშვებშიც არის შაკიკი. ამე განსხვავებული ხდება. არა, უბრალოდ ბავშვებში უნდა რაც უნდა ალბათ რთულია მანდ ის გამოკითხვის ნაწილი, რასაც თქვენ ამბობთ. ნუ ხა ცოტათ უკვე შეძიება თულდება. ცოტა უკვე კარგად მაგრამ ბევრად უფრო იშვიათია, რომ ბავშვებშიც არის შაკიკი და ეხლა რაღაც ჩვენ ამდენი ქალებზე ვილაპარაკებთ, მე კიდე იმ მეორე ტიპის თავისწყვილსაც გეხდით. ეს ესე იგი პირველადი თავისწყლი მეზოდებული კლასტერული, ანუ კონისებრი, აი კონა არის კლასტერი და ამიტომ ჩვენ კლასტერული გვაქვს სოფლიოში. ეს არის უფრო ხანმოკლე აუცილებლად სამხარეს არის, ესე იგი თუ შაკიკი შეიძლება ხან ერთხელ მხარეს ქონდეს, ხან მეორე, ეს თუ მაგ ერთ მხარეს. დღეში შეიძლება მქონდეს რამდენიმე შეტევა და ეს აუტანელია ასევე ოღონდ. აი ძალიან მნიშვნელოვანია. ქცევა შაკიკის და კლასტერის დროს პაციენტების სრულად განსხვავებულია. თუ შაკიკის მქონე პაციენტი უნდა დაწვეს, ჩაწნარდეს, ესენი ვერ ისვენებენ კლასტერული თავისწყლს. აი მათ ესეთი სახელიც აქვთ, სახელიც ქვიათ, როგორც ლომი გალიაში, აი დარბის ტკივილისგან, სიმწარისგან, ხო, ტკივილისგან, სიმწარისგან და ეს ტკივილი ძლდება 15 წუთზე მეც. 15 წუთზე მეც. და შეიძლება კლასტერი ესე იგი დღეში იყოს რამდენიმე შეტევა. ასეთ იყოს თქვა ჩემ ცხოვრებაში 2 კვირა და მე საერთოდ დავივიწყო ეს ტკივილი. და მე შეიძლება რამდენიმე წლის მერე გამოვიდეს. აი ეს ტიპი თავისწყლის და უფრო დამახასიათებელია მამაკაცებისთვის და ძალიან საინტერესოა რომ აი თუ კაცს აქვს შაკიკი და ქალს აქვს კლასტერი, თქვათ, ხო, ასეთის არის. კლასტერის მქონე ქალბატონი, ის ქალბატონია, მაგრამ ტიპოლოგიურად ასე ახასიათებად, ის შეიძლება მამაკაცური თვისებების მატარებელი იყოს. და თუ კაცი არის შაკიკის მქონე, ის უფრო ხელოვანი, უფრო ისეთი ნატიფის, ბუნების, უფრო თქვა შემოქმედებითი ტიპის პერსონოლოგიას ვამბობ. იმიტომ ეს დაკავშირებულია გარკვეულ პერსონოლოგიასთან. ამიტომ შაკიკი ძალიან ბევრ რამეს ასახავს ამ ადამიანის, პიროვნებაში. ხა ქალბატონები ეს სიმშვიდე, რაღაცა გარკვეული შფოთვა შინაგანი პროტიპიურია და კაცს ეს ნაკლებად ახასიათებს და თუ კაც შაკიკი აქვს როგორც წესი, ტიპოლოგია მისი. უფრო ესეთი აი შემოქმედებითი ტიპი რო წარმოვიდგინოთ, იმიტომ რომ საკმაოდ ბევრ ცნობილ ძალიან ცნობილ ადამიანს მამაკაცებს შაკიკი ჰქონდა, ზოგს მხატვარს, ზოგს კომპოზიტორს შაკიკი ჰქონდა, მაგრამ ძალიან ცნობილი. ამიტომ ეს ტიპოლოგია გარკვეულ დაავადებისადმი მიდრეკილებასაც განსაზღვრავს. მეც მაქვს თავად შაკიკი და ხა დავფიქრდი ამას ხო შეიძლება რა შეიძლება დიდი ნიჭები გაქვს და ერთგვარ. ხომ არ აქვს ამას გენეტიკური წინასწარ განწყობა? არა, აქვს, იცით, არის ოჯახი, რომ ბებიას აქვს, დედას აქვს, მაგრამ აი პირდაპირ ზოლი არის ესეთი გენეტიკური ხაზი არის შაკიკის, ასე ვთქვათ. ამიტომ ეს როგორ არ არის? აქ გენეტიკური წინასწარ განწყობა უფრო კარგი. არის სხვათა შორის მემკვიდრული ფორმები, ის უფრო იშვიათია. მაგრამ გენეტიკური წინასწარ განწყობა ძალიან ბევრ რამეს განსაზღვრავს.
განსაზღვრავს და ამიტომ ეს ყოველთვის უნდა გავითვალისწინოთ და თუ მით უმეტეს ახლა უფრო ადვილი გადასაწყვეტია საკითხი პაციენტ შაკიკი აქვს და როცა იტყვის რომ აი დედა ჩემს გონა ბებია ჩემს აქ აი ეს პირდაპირ ჩამოყვებიან ხანდახან ეს იშვიათია უფრო რომ და ამიტომ იმ ოჯახში შაკიკი ნუ ისე დრამატულად აღარ აღიქმება იმიტომ რომ ოჯახის ფაქტურად ყველა თაობა მიცის რომ აი იმასაც გონდა ამასაც გონდა და ამიტომ ეს არის მაგრამ ყოველში ეს უნდა გავითვალისწინოთ და მთავარია არ შეგვეშალოს სერიოზული დაავადება და ნუ უმეტეს შემთხვევაში ეს ახლა არ ხდება. შემდგომი სიახლე არ იქნება სწორედ ის ახალ ტექნოლოგიებზე არ ვისაუბროთ. არის რომ წელს გამოცა თავის კივილის ასოციაციამ ნეირომოდულაციის ზოგადი რეკომენდაცია. ეს არის ახალი სიტყვა. ტექნოლოგიები, რომელიც გამოდა ახალი სიტყვა კი ამ დაავადების კურნალობაში. თქვენ თუ იყენებთ ამას თქვენს პრაქტიკაში და როგორ ხედავთ მის პერსპექტივას? იცით რა, ჯერ ასე აქტიურად ეს, ნუ მე ვამბობ, ბუდით ესე თქვა, მტკიცებითი მედიცინის დონეზე დადასტურებული მონაცემები ჯერ ჩვენ ქვეყანაში ეს ასე თქვა, რაღაც ამცელობები თქვა, არსებობს, მაგრამ ეს ყოველთვის უნდა იყოს მტკიცებით მედიცინაზე დაფუძნებული. ხა ჩვენთან ჯერ აი ამ ტიპის ასე თქვა ეს არ შემოსულა. ერთადერთი მინდა გითხრათ, რომ საერთოდ ახალი სიტყვა შაკიკის თერაპიაში ეს ზოგადად ახლა შემოსული ხდება მონოკლონური ანტისხეულები, რომელიც არის ანტისხეული იმ სტრუქტურის მიმართ, რომელიც მისი ტრიგერია. აი ამ ტიპის მედიკამენტები უკვე გაჩნდა. საქართველოში უბრალოდ არის ისინი კლინიკური კვლევის სტადიაში, კლინიკური კვლევა ცოტა სხვა არის, იმიტომ რომ ასეთ პრეპარატები ძალიან ძვირია პირდაპირ რომ ვთქვათ, მაგრამ ყოველში პერსპექტივა, როცა თქვენ აი კვირაში, ნუ 2 თვეში ერთხელ, 3 თვეში ერთხელ ზოგიერთი კიდევ უფრო იშვიათად ინექციას იკეთებთ და ეს ფაქტიურად პრევენციას აკეთებს, ეს შემოსულ ნეირომოდულაცია აუცილებლად ეს არის უახლოეს პერიოდში ეს უკვე იქნება, ასე ვთქვათ, ერთ-ერთი ფაქტორი ზოგადად თავის ტვინზე ზემოქმედებისა. აქ ლაპარაკია სხვადასხვა დაავადების, სხვადასხვა შორის ნეირომოდულაციის მექანიზმის. დიახ, აი რაც შეეხება კლინიკურ კვლევებს, საინტერესო გადასვლა გამოგვერდა ჩემი შემდგომი კითხვა ეხება მიასთენია გრავისის ახალი მესამე ფაზის კვლევას, როცა იგებენ ახალ მედიკამენტს, რომელიც საკმაოდ ეფექტურად სახშივე გამოიყენება. ვიცით თქვენ წესწრებოდით კონფერენციას ეს ამ მედიკამენტის პერსპექტივა და ამ კვლევის დაწყება განიხილეს საქართველოში. ირულა რა. იცით რა არის ეს საერთოდ არის აი მართლა გარღვევა, რასაც ქვია, თუ შეიძლება ეტყოს სიტყვა გარღვევა, მედიცინაში ეს არის მონოკლონური ზოგადად ანტისხეულები. მიასთენიას რაც შეეხება, აი ამ მიმართულებითაც ეს უკვე დაწყებულია. იცით რა არის, ეს არის სხვა ტექნოლოგიაზე დაფუძნებული მკურნალობის პრინციპი. როდესაც შენ აკეთებ ანტისხეულს, აი იმ სტრუქტურის მიმართ, რომელიც იწვევს დაავადებას. მიასთენიასთან მიმართები ძალიან ნათელია რა იწვევს მიასთენიას. აი ნათელია როგორც მექანიზმი, მისი ცნობილი აბსოლუტურად. ეს არის ნერვკუნთოვანი სინაფსის, ასე ვთქვათ, ბლოკირება. და თუ თქვენ იმ ანტისხეულს მოაშორებთ მას, რომელიც ამას იწვევს, მაშინ პრინციპში დაავადება, ასე ვთქვათ, პრაქტიკულად შეიძლება თქვა, რომ მართლადი გახდა. ჩვენ გვქონდა ასეთი ერთ-ერთი კვლევა, ეხლა მეორეც იწყება და კიდევ ვამბობ, ეს არის ტექნოლოგიური გარღვევა უკვე თვითონ ფარმაცევტულ ინდუსტრიაში, ნამდვილი ტექნოლოგიური გარღვევა და ეს იცით როგორ არის ძალიან ცვლის ამ პაციენტების ცხოვრების ხარისხს. წარმოიდგინეთ, ხა მიასთენია არ არის თქვა სიცოცხლის საშიში თუ ის იმართა ხა როგორ არ არის ყველაფერი ბოლოს და ბოლოს შეიძლება ძალიან მძიმედ დამთავრდეს თუ მიასთენია სწორად არ იქნა ამოცნობილი. ხოთაშორის სამწუხაროდ ხდება რომ მიასთენის ამოცნობა ცოტა პრობლემურია. იმიტომ რომ მიასთენია არის ვერაგი რამხრივ სიმპტომები არის, მერე გაუვლის პაციენტს. არა თვითონაც შეიძლება გაუვაროს და აი სანამ ექიმი გაერკვევა რომ ეს ასე ვთქვათ მისი ფსევდოსიმპტომები კი არ იყო, ნამდვილი დაავადებით განპირობებული სიმპტომები იყო, შემთხვევები არის რომ საკმაოდ გვიან ხდება ამოცნობა, მაგრამ თუ ამოიცნობ და აი ეს ტექნოლოგიები იცით მათ ცხოვრების არის ახლა ჩვენ ესეთი რამდენიმე პაციენტი ყავს, რომლებიც აი უბრალოდ შეიძლება თქვას რომ სხვა ცხოვრების ხარისხი ცხოვრობენ, იმიტომ რომ ამ პრეპარატების ფონზე პრაქტიკულად ჯანმრთელები არიან. ახლა გამოჯანმრთელება და მაღალი ცხოვრების ხარისხი სხვადასხვა რამეა. გამოჯანმრთელება შეიძლება გრიპიდან გამოჯანმრთელდეს. ძირითადად ნევროლოგიური პათოლოგია მაინც არის ქრონიკული, მაგრამ მე თუ მაღალი ცხოვრების ხარისხი ვცხოვრობ მედიკამენტთან ერთად, მაშინ მე პრაქტიკულად ჯანმრთელად ვიტყვი, მე ესე ვთვლი. ასე რომ მიასთენიის პერსპექტივა საკმაოდ მაღალია. დიდი მადლობა ბატონო მარინა. ახლა კი ვნახოთ მასაჩუსეტს უნივერსიტეტის პროფესორი შიტალ პატელის ინტერვიუ, რომელიც კონფერენციაზე ჩავწერეთ. დოქტორო შატელ, გმადლობთ საქართველოში ჩამოსვლისთვის და ინტერვიუსთვის. სასიამოვნოა რომ აქ ხართ და მოგვეცა საშუალება მოგვესმინა ძალიან საინტერესო პრეზენტაცია. მადლობა მოწვევისთვის. ჩემთვის უდიდესი პატივია და ძალიან მიხარია აქ ყოფნა. Have your presentation be
თქვენი პრეზენტაცია შეეხებოდა მიასთენია გრავის, ქრონიკულ მდგომარეობას, რომელიც ბევრ ადამიანს ეხება და აქვს გამწვავების ეპიზოდები. მაყურებელს აუხსნათ, რამდენად სერიოზულია ამ დაავადების მქონე პაციენტების მდგომარეობა და რატომ არის მკურნალობის ახალ მეთოდებზე გადასვლა ძალიან მნიშვნელოვანი. მიასთენია გრავისი იშვიათი დაავადება. მართალია, ის დიდი ხანია არსებობს, მაგრამ მასთან დაკავშირებით დღესაც ბევრი რამ ისევ უცნობია. არადა ყველაფერი იწყება ცნობადობით. მით უფრო მაშინ, როცა რეალურად ბევრი რამ შესაძლებელია. ბოლო 10 წელია, უფრო ბოლო 5 წლის განმავლობაში, მართლაც ბევრი რამ შეიცვალა, როგორც ამ დაავადების დიაგნოსტიკის, ასევე მკურნალობის მეთოდებში. შესაბამისად შეიცვალა გაიდლაინებიც. პაციენტებისთვის ახალი მედიკამენტების დანიშვნის რეკომენდაცია გაიცა. ამიტომ საქართველოში ექიმებთან პარტნიორობა კრიტიკულად მნიშვნელოვანია. გვინდა რომ ეს ახალი მედიკამენტები აქ შემოვიტანოთ, დაავადების შესახებ ცნობადობა გავზარდოთ და შევამსუბუქოთ პაციენტთა მდგომარეობა საქართველოში. ზუსტად მკურნალობის ახალ ინოვაციურ მეთოდზე უნდა გკითხოთ, რომელიც იმ კომპანიის საკუთრებაა, რომელსაც თქვენ საქართველოში წარმოადგენთ. რა ჩვენა კვლევებმა, როგორ მუშაობს ეს მედიკამენტები და როგორ შეუძლია მათ ადამიანების ცხოვრების ხარისხი შეცვალონ? დიახ, რა თქმა უნდა, მკურნალობის ტვირთის შემსუბუქება არის უმნიშვნელოვანესი. აქამდე მიასთენიის სამკურნალო პროცედურების ჩასატარებლად აუცილებელი იყო კლინიკაში მისვლა. პაციენტებს საათობით უწევდათ საავადმყოფოში ლოდინი. ახლა კი ინოვაციური მიდგომის წყალობით ამ პრობლემას მოუხსნით. მიასთენია გრავისის მიმართულებით ბევრი ინდუსტრია მუშაობს. ჩვენ ბოლო მესამე ფაზის კლინიკურ კვლევას ვატარებთ. მიზანი პაციენტის ტვირთის შემსუბუქებაა. ნაცვლად იმისა, რომ პაციენტმა წამლის ყოველ მიღებასა თუ პროცედურაზე 8 საათი დახარჯოს, კლინიკაში მისვლას, იქ ლოდინს და გადასხმას კი საშუალოდ ეს დრო სჭირდება, ჩვენ შევქმნით თვით ინექციის კალამი, რომლის გაკეთებასაც სულ 8 წამი სჭირდება. თან პაციენტებს მისი გაკეთება ყველგან შეეძლებათ, მაგალითად საკუთარ სახლში, თან ბევრად კომფორტულად. ანტისხეულების რაოდენობის შესამცირებელი თერაპია თუ რეცეპტორების დამთგუნველი ინჰიბიტორების გამოყენება ბოლო წლებში საკმაოდ დამკვიდრდა და ამ მიმართულებით ბევრი კომპანია მუშაობს. ისინი მათ გადასხმის ფორმით იყენებდნენ. პაციენტებს ექნებათ უწყვეტი თერაპია სახლში, რაც შეამცირებს სიმპტომებს, გამწვავებებს და გააგრძელებენ ნორმალურ ხარისხიან ცხოვრებას. რა სიხშირით დასჭირდებათ პაციენტებს თვითინექციის გაკეთება? საშუალოდ ალბათ კვირაში ერთხელ. დანარჩენ დროს ისინი უბრალოდ აგრძელებენ ჩვეულებრივ ცხოვრებას. შეიძლება ზოგს 2 კვირაში ერთხელ დასჭირდეს ინექცია, ზოგს უფრო ხშირად, რადგან ეს დამოკიდებულია რამდენად სერიოზულადაა ის ავად. ასე რომ პაციენტის მდგომარეობიდან გამომდინარე არსებობს შესაძლებლობა მას მოვარგოთ დოზა. ამჟამად მიმდინარეობს კლინიკური კვლევები და ვაკვირდები. რა საჩვენებს ბოლო ფაზის კლინიკური კვლევები? რამდენად დიდია შანსი, რომ სწორედ თქვენს მიერ შექმნილი მედიკამენტი გახდება მიასთენია გრავისის ძირითადი მკურნალობა? მიასთენია გრავისი აუტოიმუნური დაავადებაა, როცა იმუნური სისტემა შეცდომით საკუთარ ორგანიზმს ებრძვის. ირღვევა კავშირი ნერვსა და კუნთს შორის. იმუნური სისტემა გამოიმუშავებს ანტისხეულებს, რომლებიც ბლოკავს ან აზიანებს კუნთის ზედაპირზე არსებულ რეცეპტორებს. ნერვკუნთოვანი კავშირი ირღვევა, ამიტომ კუნთი ადვილად იღლება და სუსტდება. ჩვეულებრივ ტიპური მესამე ფაზის კვლევა 1 ან 2 წელს გრძელდება. შემდეგ შედეგებს ვაქვეყნებთ და ვიწყებთ მარკეტინგს სხვადასხვა მიმართულებით. ფარმაცევტულ ინდუსტრიასთან პარტნიორობა მნიშვნელოვანია, რადგან ასე ვახერხებთ მედიკამენტები უფრო სწრაფად მივიტანოთ პაციენტებამდე, ვისაც ის სჭირდება. ისეთ ქვეყანაში, როგორიც საქართველოა და არა მარტო საქართველო, აღმოსავლეთ ევროპის ბევრ ქვეყანაში ხანდახან პაციენტებს ახალ მედიკამენტებზე წვდომა უგვიანდებათ. ამერიკის შეერთებული შტატები, დიდი ბრიტანეთი, კანადა, საფრანგეთი, გერმანია ამ მედიკამენტებს ბევრად უფრო ადრე მიიღებს, ვიდრე ისეთი ქვეყნები, როგორიცაა საქართველო, პოლონეთი ან სერბეთი. ჩვენი საშუალებით კი პაციენტები მონაწილეობენ კვლევებში და მათ შეუძლიათ უფრო სწრაფად მიიღონ ამ მედიკამენტებზე წვდომა. დიდი მადლობა თანამშრომლობისთვის და ამ ინტერვიუსთვის. სასიამოვნო იყო თქვენგან ამის მოსმენა. ახლა უფრო მოუთმენლადველი კვლევის დასრულებას და შედეგებს. ჩვენ აქ ვართ, რომ დადებითი გავლენა მოვახდინოთ. ვიმედოვნებთ, რომ შევძლებთ ექიმებთან პარტნიორობის გაგრძელებას პაციენტების ცხოვრების გასაუმჯობესებლად. დიდი მადლობა.
გადაცემას გულის უკმარისობაზე საუბრით გავაგრძელებ. დაავადება თავდაპირველად ნელა შეუმჩნევლად ვითარდება, მით უფრო თუ პაციენტი ხანში შესულია. ამ სიმპტომებს სიბერეს მიაწერს და სამკურნალო დაწესებულებას მაშინ აღარ მიმართავს, როდესაც მდგომარეობა მკვეთრად უარესდება. ამ სტადიაზე კი გულის უკმარისობის მკურნალობა გაცილებით რთულია, ვიდრე ადრეულ ეტაპზე. როგორ ავიცილოთ თავიდან ეს საფრთხე, რამდენად საშიშია ეს მდგომარეობა? ამ კითხვებით მეცკრიპტუმის Facebook გვერდზე ბევრმა თქვენგან მომგვართა. თქვენს კითხვებს კარდიოლოგი, გულის უკმარისობის ასოციაციის პრეზიდენტი ბატონი ზვიად ყიფიანი უპასუხებს. ბატონო ზვიად, ძალიან დიდი მადლობა, რომ ჩვენი სტუმარი ხართ და პირდაპირ კითხვებზეც გადავთ, მე და ლევანმა მომზადეთ კითხვები და ძალიან ბევრი რაღაც გვაინტერესებს. პირველი ჩემი შეკითხვა შეეხება იმას, რომ ბევრ პაციენტს, ბევრ ადამიანს ხშირად ქოშინი, აი ძლიერი დაღლა, ეს სიმპტომი როცა აღენიშნება, მიაწერს ხოლმე მაგალითად უბრალოდ გადაღრილობას ან სტრესს და სინამდვილეში ეს შეიძლება იყოს გულის უკმარისობის ერთ-ერთი სიმპტომი. როგორ ვიქცევით ასეთ დროს და როგორი არის დაავადების გამოვლენის პირველი ეტაპები? როგორ უნდა შევამჩნიოთ ეს? მოგესალმებით, დიდი მადლობა მოწვევისთვის, რომელიც ნამდვილად პატივია ჩემი აქ ყოფნა. მნიშვნელოვანი არის, როგორც თქვენ აღნიშნეთ, გულის უკმარისობის ადრეული დიაგნოსტიკა და დიაგნოსტიკა ყოველთვის შემდგომში სწორ მკურნალობას განსაზღვრავს. გულის უკმარისობა თავისთავად არ არის პირველადი დაავადება, არის ყოველთვის მეორადი და რაღაცის შედეგად განვითარებული არის გულის უკმარისობა. როგორც თქვენ ბრძანეთ, რომ დაღლა, ქოშინი გადაადგილებაზე, სიმაღლეზე, ასხვალზე, სხვადასხვა დატვირთვაზე შესაძლებელია ხშირად უკავშირდებოდეს გულის უკმარისობას. რა თქმა უნდა, გასათვალისწინებელია რა საკის პაციენტზე არის საუბარი, რა რისკი ჯგუფებს მიეკუთვნება ესეთთვის ადამიანი, მანამდე რა რისკი ქონდა იმისა, რომ განვითარებული იყო თუ არა გულის უკმარისობა. რა თქმა უნდა, ნებისმიერი ისეთი სიმპტომის შეგრძნების და აღმოჩენის შედეგად, როდესაც ადამიანს შეამჩნევს, რომ რაღაც არ არის კარგად და ვერ ცნობს თავს კარგად, განსაკუთრებით არაადეკვატური, არასშესაბამისი დაღლა აქვს ადრე იმ აქტივობაზე, რომელსაც ჩვეულებრივ აკეთებდა, აუცილებლად მნიშვნელოვანია, რომ დროულად მოხდეს მიმართოს ექიმს და მოხდეს დროული დიაგნოსტიკა. როცა ვსაუბრობთ უშუალოდ მკურნალობაზე გულის უკმარისობის, თავარი პრობლემა არის განდენის ფრაქციის შემცირება ზოგადად. რამდენად ეფექტურია მკურნალობა, შეიძლება ეს განდენის ფრაქცია გაიზარდოს, მაგრამ რეალურად გულის უშუალოდ სტრუქტურის ცვლილება და ამ დაავადების გამძაფრება რეალურად შეჩერდება თუ უბრალოდ ვანილებთ პროცესს ამ მკურნალობით? დიახ, მოგახსენებთ, რომ თვითონ გულის უკმარისობა ძირითადად კარდიოვასკულარი დაავადებების როგორც დიდი ნაწილი და მთლიანად არის ქრონიკული დაავადება, მათ შორის გულის უკმარისობა არის ქრონიკული დაავადება. ქრონიკული დაავადება გულისხმობს დიაგნოზირებიდან, თუნდაც ადრეულ ეტაპზე დიაგნოზირებული გულის უკმარისობა არის ქრონიკული დაავადება, რომელიც ხანგრძლივად და მუდმივად საჭიროებს მკურნალობას. სამწუხაროდ თვითონ დაავადებას ახასიათებს პროგრესი, იმ შემთხვევაშიც კი თუ კი სწორად მიმდინარეობს მკურნალობაც. ერთი მნიშვნელოვანი არის ის ფაქტორიც, რომ ნებისმიერ ქრონიკულ დაავადებას სამწუხაროდ ახასიათებს გამწვავების პროცესები, რომელიც მიმართა თქვა პაციენტის ცნობადობა ამაღლებული და იყოს, რას მიაქცევს ყურადღება, რა დროს მიმართოს ექიმს, რა დროს არის აუცილებელი და ურგენტული კლინიკაში მისი მისვლა, სასწრაფო სამედიცინო დახმარების გამოძახება. მოგახსენებათ, რომ თვითონ გულის უკმარისობა არ არის მხოლოდ მარტო განდენის ფრაქცია, რა თქმა უნდა, დაქვეითებული განდენის ფრაქცია ძალიან მნიშვნელოვანია. მნიშვნელოვანია თუ რის შედეგად არის განვითარებული გულის უკმარისობა, არის სამწუხაროდ კარდიოპათიების დიდი ნაწილი, რომელიც ძირითადად პაციენტების დიდ ნაწილს სტატისტიკა რო ნახოთ, მაინც არის იშემიური გულის უკმარისობა, იშემიის შედეგად წამოსული და ხშირ შემთხვევაში, როდესაც გვარდება იშემიის პრობლემა, ეს არის სტენტირება თუ არტოკორონარი შუნტირება, მკვეთრად უმჯობესდება, თუ კი არ არის დიდი ინფარქტი, მანამდე გადატანილი არ აქვს დიდი ინფარქტი. ნებისმიერი მკურნალობის მიზანი რა არის, რომ გაუმჯობესდეს სიცოცხლის ხარისხი და ხანგრძლივობა, რაც მნიშვნელოვანია. არის მედიკამენტები, საბედნიეროდ ცოტა, რომელიც აუმჯობესებს ხარისხს, ოღონდ ამოკლებს ხანგრძლივობას. გულის უკმარისობის თანამედროვე მკურნალობა პირიქით აუმჯობესებს ხარისხს ცხოვრების და ხანგრძლივობას სიცოცხლის. ერთ-ერთ მკურნალობის მეთოდზე მქონდა შეკითხვა, კარდიორეაბილიტაცია ხშირად გვესმის ეს ტერმინი და რამდენად ხელმისაწვდომია საქართველოში? ძალიან კარგი შეკითხვა არის, იმიტომ ძალიან მნიშვნელოვანი არის კარდიორეაბილიტაცია გულის უკმარისობის მკურნალობის დროს, კარდიოვასკულარული ნებისმიერი დაავადების დროს, იგივე იშემიური დაავადებაა თუ თუნდაც ბანალური არტერიული ჰიპერტენზია, რომელსაც მოსახლეობის დიდი ნაწილი შეუყურებს ზედაპირულად, თუმცა ერთ-ერთი მიზეზი გულის უკმარისობის გამოწვევის სტატისტიკაც რო ვნახოთ არის არანამკურნალობი არტერიული ჰიპერტენზია, არადიაგნოზირებული, არანამკურნალები და სწორედ ხშირ შემთხვევაში ჩვენ ხვდებით პრაქტიკაშიც, რომ ადამიანები
გართული არ მკურნალობენ არტერიული ჰიპერტენზიას, ოღონდ თუ არ არის სამიზნე ციფრები მიღწეული, გართულება იგივე არის, არ არის რომ მედიკამენტს ვიღებ თუ არ არის ჩემი არტერიული წნევა სამიზნე ციფრებთან დადარებულებული რისკი კვლავ ისევ დიდია. კარდიორეაბილიტაცია ძალიან მნიშვნელოვანი არის განსაკუთრებით გულის უკმარისობი ამ პაციენტებში. იგივე გააჩნიათ რომელი ტიპის გულის უკმარისობასთან გვაქვს, კარდიოპათიით, შემეული სარქოვანი თუ ასე შემდეგ. შესაბამისად, დიდი მთელი კარდიაკ რეჰაბი, მთელი დიდი პროგრამა არის ჩართული არის მათ შორის საშუალო მედპერსონალი, ექიმი, ტექნიკური პერსონალი, რომელიც და ხანგრძლივი პროცესია ცხოვრების წესად უნდა იქცეს. ეს რა თქმა უნდა იწყება კლინიკაში და თავიდან და შემდგომში მერე უკვე პერიოდული ვიზიტები რეაბილიტაციის ცენტრში და მერე პაციენტს თვითონ ცხოვრების წესად აქვს ეს. სამწუხაროდ საქართველოში არ აქვს ჯერჯერობით. სამწუხაროდ ძალიან. ერთ-ერთი ტიპი, რომელიც თქვენ ახსენეთ გულის უკმარისობის, ან უკმარისობა შენარჩუნებული განდევნის ფრაქცია, რომელიც ხშირად ასოცირდება ჭარბწონასთან და უფრო ამ პაციენტებში ვაწყდებით. ახალი კვლევები იუწყება, რომ GLP-1 აგონისტები, როგორც საკმაოდ ცნობილი მედიკამენტები, ოზემპიკი და ასე შემდეგ, ისინი ამცირებენ ამ დაავადების პროგრესირებას. თქვენი გამოსახედიდან რამდენად დიდი არის პერსპექტივა, რომ ეს მედიკამენტები ახალი მკურნალობის ეტაპი გახდეს ამ დაავადებაში? ძალიან კარგი შეკითხვა არის, მოგეხსენებათ, რომ გულის უკმარისობის მკურნალობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი არის წონაში კლება. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი არის კვების რეჟიმი და განსაკუთრებულად სხვადასხვა ტიპის საკვების მკვეთრად შეზღუდვა, თუნდაც თავისთავად არა ალკოჰოლის, გულის უკმარისობა შენახული განდევნის ფრაქციის ძალიან ხშირად დიაგნოზირებადი დაავადება არის, განსაკუთრებით ჭარბწონიან პაციენტებში და ისევე პაციენტებს, რომელთაც აქვს შაქრიანი დიაბეტი. და თუ ეს კომბინირებულია ჭარბწონასთან, გულის უკმარისობა ხშირად ნახულობენ ხოლმე, რომ არის ფრაქცია, მარტო ფრაქცია კარგი და ამ დროს გულის უკმარისობის ყველა სიმპტომი აქვს პაციენტს და მას ესაჭიროება გულის უკმარისობის სტანდარტული მკურნალობა. თვითონ GLP-1 ეს ინექციის ფორმა, რომელიც დღესდღეობით არსებობს, არა მარტო ის წონაში კლებას იძლევა, განსაკუთრებით ის კარგ შედეგს იძლევა, თუ კი არის შაქრიანი დიაბეტი. შაქრიანი დიაბეტის შემთხვევაში ხანგრძლივად მოიხმარს პაციენტი, როგორც მეორე გამხლები დაავადების მკურნალობა და დიეტასთან ერთად წონის რეგულაცია, რა თქმა უნდა, დადებითად მოქმედებს. იქ არის მნიშვნელოვანი, რომ არა მარტო ის შენახული განდევნის ფრაქცია გულის უკმარისობა, ხშირ შემთხვევაში ესეთი ტიპის პაციენტებს, როდესაც ნახავთ წინა გულიც გადიდებული აქვთ, უკვე ესეც ერთ-ერთი ნიშანია, რომ არის გულის უკმარისობა დაწყებული და როდესაც ანტიპრობიემის აიღებს საკმაოდ მაღალი ციფრი არის, რომელიც სამიზნედ და შემდგომი მართვისთვის შეგვიძლია გამოიყენო მკურნალობის დროს. GLP-1 ისევ დიდ კვლევებში არის, თუ პირდაპირ გულის უკმარისობის დროს დაინიშნება თუ არა გაიდლაინში, როგორც არის მაგალითად SGLT2 ინჰიბიტორი, რომელიც ძალიან კარგ შედეგს აიძლევა, მოგეხსენებათ და მიუხედავად იმისა, შაქრიანი დიაბეტია თუ არ არის შაქრიანი დიაბეტი, გულის უკმარისობის სამივე შემთხვევაში ეს არის შენახული, საშუალო დაქვეითებული თუ მკვეთრად დაქვეითებული, პირდაპირი რეკომენდაცია დაინიშნოს. ფიქრობ მე პირადად რომ ეს არ იქნება GLP-1, იმიტომ ჭარბი წონა, ანუ დიდი BMI არ არის მხოლოდ ვიზუალური მხარე, ეს არის ძალიან ბევრი მარკერი, მათ შორის ანთებითი პროცესები, თვითონ როგორც დაავადების პროგრესირება და ასე შემდეგ და თვითონ მედიკამენტი ძალიან კარგ შედეგს იძლევა გულის უკმარისობის მკურნალობის დროს. ინოვაციურ მეთოდზე უნდა ვიკითხო LVAD-ის მეთოდზე, რომელიც მარცხენა პარკუჭის სამუშაოებას ეხმარება და როდესაც მუშაობთ ამ გადაცემაზე, ლეონმა ამიხსნა, როგორ მუშაობს ეს ყველაფერი და მე დამაინტერესა, რომ რა დროს ვიყენებთ ამ მეთოდს და რამდენად რა რისკებთან ხო არის დაკავშირებული, როდესაც პაციენტს ამას დიახ, მოგახსენებთ, ძალიან კარგი შეკითხვისთვის მადლობა, იმიტომ რომ LVAD ძალიან მნიშვნელოვანი დამხმარე დივაისი, ანუ რომ მოკლედ გავმართოთ, ის არის მარცხენა პარკუჭის დამხმარე დივაისი. გულის უკმარისობა რა არის? გულის უკმარისობა არის, როდესაც მარცხენა პარკუჭის ფუნქცია მკვეთრად ქვეითდება. სწორედ LVAD არის მკვეთრად დაქვეითებული განდევნის ფრაქციის მქონე პაციენტებისთვის რეკომენდაცია. LVAD არის დესტინაციური თერაპია ტრანსპლანტამდე. LVAD არის ხიდი ისევე ტრანსპლანტამდე. LVAD არის, როდესაც არის ბოლო სტადიის გულის უკმარისობა. რა თქმა უნდა, LVAD
არ იწყება გულის უკმარისობის მკურნალობა, მთელადამდე მიდიან პაციენტები. არის რამოდენიმე დიდი კლინიკური კვლევა, რომელმაც აჩვენა, რომ მაგალითად ბოლო ესეთი დიდი კვლევა არის Momentum 3, რომელიც აჩვენა, რომ ელვადის 7-8 წლის სიცოცხლის ხანგრძლივობა და ხარისხი ისევე გაუმჯობესა და დიდი იყო, როგორც გულის ტრანსპლანტაციის დროს. ელვადს აქვს ნაკლებად ბევრი გვერდითი ეფექტი და გართულება ვიდრე ტრანსპლანტაცია. მუშაობის პრინციპი როგორია? მუშაობის პრინციპი არის, რაღაც ძალიან საინტერესოა, როდესაც ანატომიურად გულზე წარმოდგენა გვაქვს, მარცხენა პარკუჩი, როდესაც შეიკუმშება სისხლის გადაისრიზევით აორტაში, ელვადის დროს დივაისი მწვერვალზე არის დამაგრებული და აქედან გამოდის სისხლი და გადის. იქედან გადადის, ანუ ფიზიოლოგიურად ნორმაში პირიქით არის, აქედან ქვევიდან მოდის. ანუ ფუნქცია, რომელიც დაქვეითებულია და მარცხენა პარკუჩი ვეღარ გადაწყორცნის სათანადო რაოდენობის ის ამას აკეთებს ელვადი. ბოლო თაობის ელვადი არის HeartMate 3, რომელიც პრაქტიკულად გართულებების გარეშე არის ერთ-ერთი ელვადების წინა თაობების ელვადის დივაისის პრობლემა იყო, რომ ხშირ შემთხვევაში ანტიკოაგულანტს საჭიროებდნენ, ნაინერის კონტროლს საჭიროებდნენ და თრომბოემბოლია ხდებოდა. თვითონ დივაისში წარმოქმნილი სტატისტიკურად ძალიან მცირედ იყო, არსებობდა ეს პრობლემა. HeartMate 3, რომელიც ახალი თაობის ელვადი არის, ერთადერთი ელვადს აწარმოებს ხოლმე ბოტის კომპანია. იქ იმდენად დახვეწილია, რომ თვითონ დივაისიდან წარმოქმნილი თრომბი პრაქტიკულად აღარ არსებობს, თუ თავისთავად ორგანიზმში არ წარმოიქმნა სხვა რაიმე მიზეზის გამო. თუმცა ეს ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია და ესევე არსებობს კვლევის საკმაოდ ევიდენს ფაქტებზე დამყარებული მედიცინა, რომელიც ამბობს, რომ HeartMate 3 შემთხვევაში პაციენტების თითქმის აღარ საჭიროებენ ანტიკოაგულანტურ თერაპიას, ვარფარინით და ასპირინითაც რაღაც პერიოდის შემდგომ მათი თრომბოემბოლიის რისკი პრაქტიკულად არ არის. საქართველოში თუ არის სამწუხაროდ საქართველოში არ არის ელვადი, თვითონ რეალურად უნდა იყოს სახელმწიფო პროგრამა და იმედია რომ დღეს დაიწყება. და თვითონ დივაისი საკმაოდ ძვირიანია ეს პაციენტის შეძენა წარმოუდგენელი არის კონების მიერ ქვეყანაში მხოლოდ ფინანსდება სახელმწიფოს მხრიდან. და ელვადი განსაკუთრებით პაციენტები, რომლებიც არიან ახალგაზრდა ასაკში დიაგნოზირებული კარდიომიოპათიებით, ასევე იშემიური კარდიოპათია, სხვა საკმაოდ ბევრი პაციენტები, რომელიც მიდიან საბოლოო სტადიის გულის უკმარისობამდე, ტრანსპლანტამდე, ელვად პროგრამა ბევრად უფრო წარმატებული არის, ტრანსპლანტი შეიძლება უფრო რთული იყოს, ვიდრე ელვადი. ალბათ არ იქნება სწორი, ჩვენ გადაცემაში ყველაზე ახალ ტექნოლოგიების ახალ არ ვისაუბროთ, რომელიც არის ბიოაკორის კომპანიის ხელოვნური გული, რომელიც კეთდება ბრიტანეთისგან და 100 დღე იცხოვრა უკვე ამ ახალი მოწყობილ პაციენტმა ავსტრალიაში და შემდგომ გული გადაინერგა მას ამის შემდგომ. ეს მოწყობილობა საკმაოდ ახალია ბაზაზე, კვლევები ახალს მიმდინარეობს, მაგრამ რამდენად დიდი პოტენციალი აქვს მას, რომ გახდეს ახალი მეთოდი. ჩემი მხრიდან ამის პასუხის გაცემა ცოტა რთული იქნება, იმიტომ ზოგადად რთული, იმიტომ რომ ჯერჯერობით კვლევის სტადიაშია და ჩვენ არა გვაქვს ევიდენსი, ჩვენ არა გვაქვს ეს ფაქტებზე დამყარებული მედიცინა, თუ საბოლოოდ როგორი შედეგი აქვს, რამდენი ხანი შეიძლება ამითი ადამიანმა იცოცხლოს. არის თუ არა ეს ის, რითაც მოხდება სწორედ ის საბოლოო დესტინაციური თერაპია ტრანსპლანტამდე. ამიტომ პასუხი ჯერჯერობით არ მაქვს. ამისთვის ყველა კვლევიდან გამომდინარე ვიცით, რომ ელვადი ნამდვილად ახანგრძლივებს ხარისხს და ხანგრძლივობასაც და პაციენტები მიდიან ტრანსპლანტამდე ხანგრძლივად ცხოვრობდნენ. კიდევ ერთი კითხვა გამიჩნდა ახლა ამ საუბრში. ეს ახალი ხელსაწყოები ახანგრძლივებენ ტრანსპლანტამდე ცხოვრებას, მაგრამ არ იზრდება რაოდენობა დონორების. ანუ ეს ხომ არ გახდება უფრო დიდი ზეწოლა ტრანსპლანტის სიაში ახალი სახელების დამატების მხრივ. რა თქმა უნდა, ეს საკმაოდ დიდი პრობლემა არის. დონორი მოგახსენებათ, ნებისმიერი ორგანიზმის და განსაკუთრებით გულის დონორი ასაკოვანი შეზღუდვა არის. იქ რაღაც ასაკის თუნდაც 40 წლისევით მნიშვნელოვანი რომ შეიძლება მას კორონავირი დაავადება ქონდეს უკვე დონორს და იმის გადანერგვაც აღარ შეიძლებაოდეს. ალბათ მედიცინის სფერის ის არის, რომ თუ არ მოხდება დონორის გამოყენება და იქნება ხელოვნური დივაისი ხელსაწყო ესეთი, რომელიც ჩაანაცვლებს იდეალური ვარიანტი არის და ახანგრძლივებს სიცოცხლის ხანგრძლივობას. იგივე მომენტუმს სამ კვლევას გავიხსენებ, რომ 7-8 წელი ელვადით საკმაოდ ხარისხიანი ცხოვრებით ცხოვრობენ. სტატისტიკა რომ ნახოთ, ტრანსპლანტის შემთხვევაშიც 8-9-10 წელი ეს ძალიან ისეთი ხანგრძლივი არ არის.
უდიდესი მადლობა. ძალიან დიდი მადლობა, რომ მადლობა ვიყავით ჩვენი თქვენ. სტუმარი და რომ ვისაუბრეთ ესეთ მნიშვნელოვან თემაზე. მადლობა. დიდი მადლობა. როგორც ახლახანს განვიხილეთ ბატონ ზვიად ყიფიანთან საუბარში, გულის უკმარისობა მილიონობით ადამიანს აწუხებს მთელ მსოფლიოში. სამწუხაროდ პრობლემას კიდევ უფრო ამძიმებს დონორი ორგანოების მწვავე დეფიციტი. 6000 დონორის ტრანსპლანტაცია ტარდება ყოველ წელს. არსებობს რამე ახალ ხომორეკვეთყვი ამ პრობლემის აღმოსაფხვრელად. მოგესალმებით, ლევან ნინი. მიმდინარე წელს საკმაოდ კარგი ამბავი გავიგეთ. ავსტრალიაში მედიცინის ისტორიაში უპრეცედენტო შემთხვევა დაფიქსირდა 40 წლამდე მამაკაცს, რომელსაც გულის მწვავე უკმარისობა აღენიშნებოდა, გადაუნერგეს ტიტანის ხელოვნური გული. და მან ამ გულით 100 დღეზე მეტი გაატარა და შემდეგ დონორის გამოჩენის შემდეგ მას უკვე ნამდვილი გულიც გადაუნერგეს. არსენ, მე მაინტერესებს უფრო დეტალურად თუ შეგიძლია გითხრა პაციენტის მდგომარეობის შესახებ. პაციენტს ოპერაცია პირველად 2024 წლის ნოემბერში ჩაუტარეს, ხოლო 2025 წლის, ანუ მიმდინარე წლის თებერვალში ეს ადამიანი გახდა პირველი ადამიანი, რომელიც კლინიკიდან ხელოვნური გულით გაწერეს. მას 100 დღის განმავლობაში ჰქონდა ტიტანის ხელოვნური გული გადანერგილი, 100 დღის შემდეგ 100 დღე უნარჩუნებდა მას სიცოცხლეს და 100 დღის შემდეგ მას უკვე ნამდვილი გული გადაუნერგეს. რეაბილიტაციის პროცესი ამ ადამიანმა წარმატებით გაიარა და დღეს უკვე თავს ჯანმრთელად და კარგად გრძნობს. ეს ტექნოლოგია არის მართლა სენსაციური. მინდა აღვნიშნო, რომ გულის ტრანსპლანტაცია არ არის ახალი თემა მედიცინაში. უკვე 60 წელზე მეტიაც მეცნიერები იმაზე მუშაობენ, რომ შექმნან რაიმე ხელსაწყო, რომელიც გულის უკმარისობების მქონე პაციენტებს დაეხმარება, თუმცა პრობლემა არის ყოველთვის ის, რომ ეს ტექნოლოგიები დიდი ხანი ვერ ძლებენ. გული წუთში ფეთქავს 60-დან 100 ჯერ დაახლოებით, რომ ვთქვათ. დღეში ეს არის 100,000-ზე მეტი ფეთქვა და შეუძლებელია მოწყობილობა მოიგონონ, რომელიც დიდი ხანი ამ ტემპს შეინარჩუნებს და არ გაცვლდება. ანუ ვერ გაძლევს თავარი მიზეზი ეგ არის, რომ კი, ძალიან რთულია ამ ხრით. ხდება მუშაობის, ხო? კი, ეს ახალი ტექნოლოგია, რასაც არსენი ვიცი, რომ უფრო მეცგოთს არის ინოვაციური იმ მხრივ, რომ ეს პრობლემა ნაკლებად აღინიშნება. თუმცა მნიშვნელოვანი აღნიშნოთ, რომ ეს არის მაინც კარდიოქირურგიული ოპერაცია. ახლავს თავისი გარკვეული რისკები, როგორც ყველა სხვა ოპერაციას, როგორც არის ინფექციის რისკები ოპერაციაში, იმის დაზიანების შესაძლებლობა, თუმცა ძალიან დიდ პოტენციალს ბადებს ეს მოწყობილობა, არა მარტო იმ მხრივ, რომ პაციენტებს მისცემს მეტ დროს, რომ ტრანსპლანტამდე იცხოვრონ, არამედ პოტენციურად შეუძლია, რომ გახდეს მუდმივი გულის ჩანაცვლებითი თერაპიის ნაწილი, ასე ვთქვათ, ხო? ასე რომ გითხრა უფრო მეტი როგორ მუშაობს და რატომ არ აქვს იგივე ლიმიტაციები ამ მოწყობილობას. ლევან, შენ ზუსტად ახსენე, კომპანია ბიოაკორის მიერ შემუშავებული ეს ტექნოლოგია არის მართლაც რევოლუციური, რადგან ის არსებითად განსხვავდება წინა თაობის ხელოვნური გულებისგან. აღნიშნული გული მუშაობს მაგნიტური როტორის მექანიზმით, ანუ ის ჰაერშია დაკიდებული და ხახუნის ძალის გარეშე ბრუნავს, რაც მას პრაქტიკულად უცვეთს ხდის. და მიუხედავად იმისა, რომ ეს გული არც ფეთქავს და არც პულსი არ აქვს, უზრუნველყოფს იმას, რომ ორგანიზმს მიაწოდოს უწყვეტი ნაკადის სახით სისხლი, ფილტვებს და მთლიანად სხეულს. როგორც ხდები ძალიან ხანგრძლივი დრო არის 100 დღე, იმდენად ხშირად გაუსვს ჩვენს ხაზი, უბრალოდ პატონოზიადმა ხო გითხრა, რომ მაინც ჯერ კვლევების ეტაპია, მაინც უნდა დავეოდოთ საბოლოო შედეგს, მაგრამ 100 დღე როგორც ჩანს ეფექტური შედეგია მაინც ხო როგორც ხდება. კი, საკმაოდ. როგორც უკვე ვახსენეთ, წელიწადში ტარდება საშუალოდ 600 ტრანსპლანტაცია და ეს რიცხვი დონორების სამწუხაროდ მატულობს. გულის უკმარისობა არის ქრონიკული დაავადება, რომელიც საკმაოდ ბევრს აღენიშნება. ამიტომ აუცილებელია რაიმე ახალი მეთოდი იყოს 100 დღე სიცოცხლე მოწყობილობით, რომელიც გულს ანაცვლებს, არის საკმაოდ დიდი ინოვაცია და მინდა ასევე აღვნიშნო, რაც ასევე კვლევების ნაწილი არის, რომ ავსტრალიაში ახლა აქვთ რამოდენიმე ცხოველი, რომელიც 2 და 3 წელიწადია უკვე ამ მოწყობილობით ცხოვრობს და შესაძლოა რომ დიდი ხანით იცოცხლონ, ნახოთ ადამიანში თუ გადაითარგმნება ეს მიღწევები დიდი იმედის გადაწყვეტილია, იმიტომ რომ 100 დღე ადამიანის შემთხვევაშიც ძალიან კარგია ერთი კითხვაც გამიჩნდა, რომ რამდენად ბიოთავსებადია ეს მოწყობილობა? ნინი, სრულად ბიოთავსებადია, ანუ მტკიცე მასალისგან, მტკიცე ტიტანისგან არის დამზადებული და ორგანიზმი მას არ იშორებს, ანუ ანთებით რეაქციას არ იწვევს მისი გადანერგვის შემდეგ და ანუ ჩვენ რო წარმოვიდგინოთ, ეს ტექნოლოგია მართლაც მარტივი კონსტრუქციისაა, თუმცა ამ მარტივი კონსტრუქციის მიუხედავად შესანიშნავად უზრუნველყოფს სისხლის მიწოდება ფილტვებისა და მთლიანად სხეულისთვის. მოკლედ უამრავად მთლიანად სხეულს. არსენ, ცოტა ჩამოვშორდეთ მედიცინის მხარეს და უფრო ტექნოლოგიაში შევეხოთ, როგორ იღებს ენერგიას ეს მოწყობილობა, რომ ამდენ ხანს იმუშაოს. ხო, მოწყობილობა ენერგიას იღებს სპეციალური ბატარეებით, რომელიც ჩანთაში არის მოთავსებული და ამ ჩანთას პაციენტი მუდამ თან დაატარებს და ამ ჩანთიდან გამომავალი ძალიან წვრილი კაბელი გაივლის სხეულში და მიეწოდება ტიტანის ხელოვნურ გულს ენერგია. და ამ გზით მუშაობს, ერთი სიტყვით ეს ტიტანის ხელოვნური გული და იღებს საჭირო ენერგიას იმისთვის, რომ სისხლის უწყვეტი ნაკადი შექმნას სხეულისთვის.
არსენ, კითხავ საბოლოო ჯამში რა არის ტექნოლოგიის ავტორების მთავარი მისაღები? ზოგადად ტექნოლოგიის შემქმნელი არის ავსტრალიელი ბიოინჟინერი დანიელ ტიმსი, რომელიც 10 წელზე მეტი მუშაობდა ამ ტექნოლოგიაზე და სხვათა შორის მისი ინსპირაციის წყარო იყო მამა, რომელიც ასევე გულის დაავადებით გარდაიცვალა და დანიელ ტიმსი და მისი კოლეგების მთავარი მიზანი არის 10 წელების შემდეგ ეს ტიტანის ხელოვნური გული გახდეს სრულფასოვანი ალტერნატივა დონორი ნამდვილი გულისთვის. როგორც ჩვენ უკვე ვახსენეთ, დონორების წვავედები ცდია მსოფლიოში და მიზანი არის რომ ეს ტიტანის ხელოვნურმა გულმა დროებით მაინც ჩაანაცვლოს, სადაც რეალური გულის დონორი გამოჩნდება პაციენტისთვის. სინამდვილეში ძალიან ემოციური წარსული ქონია ამ ტექნოლოგიურ ინოვაციას, რომ მამის ისტორიიდან იწყება. მოდი იმედი ვიქონიოთ, რომ გაამართლებს ეს ახალი ტექნოლოგია და იქნება ახალი იმედი პაციენტებს, ვისაც აქვს უკვე საბოლოო ეტაპის გულის უკმარისობა და ალბათ ბევრი სხვა პრობლემა. ნამდვილად. დიდი მადლობა არსენ. ძალიან დიდი მადლობა, რომ ამ დღესაც მოგვიტანეს საინტერესო ტექნოლოგიურ სიახლოვე. გაიცანით მაქსი, ძაღლი, რომელმაც შეიძლება ითქვას საკუთარი პატრონის სიცოცხლე იხსნა. ბრიტანეთში მომხდარი ეს ისტორია მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც მაქსმა პატრონის სიმსივნის დიაგნოზი იწინასწარმეტყველა, სანამ დაავადებას სამედიცინო კვლევები გამოავლენდა. მაქსი გამუდმებით ყნოსავდა პატრონის მკერდს, შემდეგ კი მისი ხასიათი რადიკალურად იცვლებოდა. განწყობის ეს ცვლილება იმდენად შესამჩნევი იყო, რომ პატრონმა მორინ ბერნსმა გადაწყვიტა ექიმთან მისულიყო, რის შემდეგაც მას ძუძუს კიბოს დიაგნოზი დაუსვეს. როცა გამოვჯამ მთელ დიდას სახლში და უბრუნდი, მაქსი მოვიდა. დამყნოსა და მიხვდა, რომ უკვე კარგად ვიყავი. ის ისევ ძველებურად იქცეოდა, ისევ ბედნიერი იყო. ეს მხოლოდ შინაური ცხოველების ინტუიცია არ არის, ეს მეცნიერებაა. ბრიტანეთში სპეციალურ ცენტრებში ძაღლებს წვრთნიან, რათა მათ ადამიანის შარდის ნიმუშებში კიბოს უჯრედების ამოცნობა შეძლონ. მათ იმდენად მძაფრი ყნოსვა აქვთ, რომ დაავადების დროს უჯრედების მიერ გამოყოფილ სპეციფიკურ ნივთიერებას ცნობენ, რაც დაავადების ადრეული დიაგნოსტიკისთვის შეიძლება ითქვას რევოლუციური ნაბიჯია. ევროპაში მეცნიერება ძაღლების ახალი შესაძლებლობების აღმოჩენაზე მუშაობს, ხოლო კანონმდებლები კი მათი სტატუსის სწორად განსაზღვრასა და მათთვის კეთილგანწყობილი გარემოს შექმნაზე შრომობენ. მაგალითად, გერმანიაში ძაღლის აყვანა უდიდესი პასუხისმგებლობაა. აქ პოტენციური პატრონებისთვის სპეციალური ტესტებიც კი შემოიღეს, რომელიც ყველამ უნდა ჩააბაროს, სანამ ძაღლის პატრონი გახდება. ამით გერმანია თავიდან იცილებს ისეთ საფრთხეებს, როგორიცაა ცხოველის ძალადობრივ გარემოში გაზრდა. ასევე სახელმწიფო ცდილობს დარწმუნდეს, რომ ოჯახის ახალ მეგობარს უზრუნველყოფილი ცხოვრება ექნება. ამერიკის ერთ-ერთ შტატში, პენსილვანიაში კი ცოტა ხნის წინ ძაღლებსა და კატებს შინაური ცხოველის სტატუსი ჩამოშორდათ და ოფიციალურად ოჯახის წევრებად აღიარეს. საქართველოში მსგავსი სამედიცინო პრაქტიკა ჯერ არ არის დანერგილი, თუმცა აქაური პატრონებისთვის მათი ოთხფეხა მეგობრები საუკეთესო თერაპევტები არიან. იამ დოდო თავშესაფრიდან აიყვანა. მას შემდეგ მათი ყოველი დღე ერთმანეთზე ზრუნვით იწყება. ბევრი არ გვიძებნია ეს თავშესაფარი. პირველივე რაც შემხვდა, იქ მივედით და თვენახევრის დოდო დამხვდა, ძალიან გამხდარი. უპატარავესი, არც ახლა არის დიდი და მაინც ვარ. მაშინ განსაკუთრებით პატარა იყო და რომ მივედით წამოსაყვანად, ცოლ-ქმარი ვინც იპოვა თვითონ ტრასაზე პატარა დოდო, ისინიც დაგხვდნენ და ვნახეს როგორი ადამიანები ვიყავით, რამდენად ღირდა ჩვენთვის გატანება საყვარლესობის და რო დარწმუნდნენ ფოტოების ვაჩვენეთ ეს ზოსი რა პირობებში მიყვავდა, რო დარწმუნდნენ რომ სანდოხელში იქნება და გამოგვატანეს. ყველაზე მარტივი რაც შეიძლება ითქვას ის არის რომ თუ დილას დროზე არ ავდექი, დოდო ფიქრობს რომ რაღაცა შეიძლება მჭირდეს ამ დროს. და კარის ბრახუნი და შემოვარდნა ჩოლობრივი ამბავი, მაგრამ საკოლზე მიხდება ხოლმე რაც არ აქვს ამის უფლება ზოგადად, მაგრამ რო ატყობს რომ შეიძლება რაღაც ისე ვერ არის როგორც უნდა იყოს, ამის უფლებას თავს აძლევს ხოლმე და ხან ხშირად გავუკვირდებიო რომ სახეზე მოკავდა ან რამე მსგავსი და ეს ამას გზნობს ხო რომ რაღაც რატო არ ადგა ჩემი რაღაც პატრონი თუ მეგობარი რაღაც რა უჭირს ხო მშვიდობა აქვს ეს ყველაზე ხშირად რაც ყოფილა, მაგრამ ისე ზოგადად ყოველთვის გზნობს ხოლმე თუ რაღაც მან მოწყენილი ვარ ან რაღაცას განვიცდი, განსაკუთრებით თბილი ხდება მაშინ და გიждდება რომ მოვიდეს და თავი დამანდოს მაგალითად. ანუკა კი წლებია ოჯახების გარეშე დარჩენილ ძაღლებზე ზრუნავს, მაგრამ ხშირად საკუთარ დროსა და ენერგიას სხვების ოთხფეხა მეგობრებსაც უთმობს. ის ეხმარება ადამიანებს, რომლებსაც დროის დეფიციტის გამო ძაღლების გასეირნება უჭირთ. ანუკა დარწმუნებულია, რომ ძაღლის ყოლა ფსიქიკური ჯანმრთელობისთვის საუკეთესო წამალია.
სახელმწიფოში არ არის მოკეთ იმის მობილიზება, რომ ცხოველი აღიქვან როგორც სულიერ სხეულად, რომ მასაც აქვს რაღაცა საჭიროებები, რომ მასაც სჭირდება დახმარება, რეგიონებში საერთოდ კატასტროფა ხდება. შემიძლია ერთი ძალიან მნიშვნელოვანი რაღაცა თქვა. ყველა ჩემი ცხოველი, რომელიც მე მყავს სახლში, მყავს 4 ძაღლი და 3 კატა, ყველა არის ქუჩიდან აყვანილი. და ძალიან ხშირად მიფიქრია იმაზე, მე გადავარჩინე ისინი თუ მათ გადამარჩინეს მე, იმიტომ რომ ძალიან, არ გაქვს არასდროს არ გაქვს ცუდად ყოფნის უფლება. ცხოველს ეკონტაქტები თვალებით. მასთან კომუნიკაცია ხდება მხოლოდ ძალიან მჭიდრო, სულიერი გადაბმით და თვალებით. და ძალიან დიდ ენერგიას გაძლევს ეს თვალები რა. ელენე, ძაღლი იხჩობა. სწორედ მაშინ, როცა ანუკა ძაღლებისა და ადამიანების განსაკუთრებულ კავშირზე გვიყვებოდა, ვაიმე ვისია? მოდი. ჩვენი გადამღები ჯგუფის ხალწინ უცნობი ადამიანების ძაღლი გაყინულ ტბაში ჩავარდა. ანუკას ბევრი არ უფიქრია იმაზე, თუ რა უნდა გაეკეთებინა. მეცნიერებმა ერთი საინტერესო ფაქტი გამოავლინეს. როდესაც ადამიანი საკუთარ ძაღლს თვალებში უყურებს ან ეფერება, რამდენიმე წუთში მათი გულისცემის რიტმი სინქრონდება. ასევე ცხოველის მშვიდი სუნთქვა პატრონის ორგანიზმში სტრესის ჰორმონის, კორტიზოლის დონეს მომენტალურად ამცირებს. ეს არის კავშირი, რომელიც ხშირად სიტყვების გარეშე ყურნავს ადამიანს. იქნება ეს კიბოს ადრეული დიაგნოსტიკა თუ უბრალოდ ცუდ განწყობაზე მყოფი პატრონის დამშვიდება, ფაქტი ერთია. ძაღლები ჩვენს ფიზიკურ და ემოციურ ჯანმრთელობას იმაზე მეტად იცავენ, ვიდრე ეს ერთი შეხედვით ჩანს. იმედია დროსთან ერთად ყველა მათში არა უბრალოდ ცხოველებს, არამედ ჩვენს გადამრჩენელ ოჯახის წევრებს დაინახავს.